დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი არის ის, რომ პრინციპში ასეთი შეხვედრების ფორმატით ნელ-ნელა დავიწყოთ თვითონ სისტემის ცვლა. არის კონცეპტუალური ცვლილებები, რაც გასაკეთებელია და ასევე არის ეგრეთ წოდებული მიმდინარე ცვლილებები, რაც გასაკეთებელია, რომელიც ასევე თქვენ ჩართულობას მოითხოვს. და მე მგონი ეს არის საუკეთესო საშუალება, რომ ეს გავაკეთოთ. ასევე იდეა მქონდა, რომ ამას წინათ ლიკა ბლანკის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ვიყავით, რომელიც შემდგომ მან თავისივე საიტზე, ტემპუსის საიტზე ატვირთა. რაც საშუალებას აძლევს იმათ, ვინც ვერ მოახერხა შეხვედრაზე მოსვლა, თვითონ გაეცნოს იმ ასე ვთქვათ, წინადადებებს, რაც შეხვედრაზე წამოიჭრა. ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ კარგი იქნება, რომ მსგავსი რამ ჩვენს დავნერგოთ, ჩვენი შეხვედრა, ის საკითხები, რაც წამოიჭრება და რაც შეთანხმებამდე დღეს ჩვენ მივალთ, ამას დავდებთ ვებზე, რომ სხვებისთვისაც ეს ხელმისაწვდომი იყოს და არ იყოს შემდგომ ლაპარაკი იმაზე, რომ მაგალითად ეს გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ მათი ჩართულობის გარეშე მოხდა, იმდენად რამდენად მათ მოსვლა ვერ მოახერხეს, ყოველ შემთხვევაში მათამ გვინდოდა, რომ მათ ყურამდეც მისულიყო. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მოხდა ცვლილება და გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ თვითონ ავტორიზაციის საბჭო გაიყოს სამად. აქამდე ავტორიზაციის საბჭო ფუნქციონირებდა ერთი საბჭო ჰქონდა 9 წევრიანი, ხოდის ჯერ ყურადღება რომ მე მომაქციონდა იმას არ მიაღწია, მოდი ესე ვიდა მაგალითად. რომ მე ყურადღების და მე რეკორდე დაგიხმართ თქვენ. და წარმომადგენლობითობა ყოველ შემთხვევაში არ იყო უზრუნველყოფილი იმდენ, რამდენად შეიძლებოდა ეს ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ჰქონდეს უმაღლესების ავტორიზაციის საბჭო ცალკე, პროფებისთვის ცალკე და სკოლებისთვის ცალკე. რაც პრინციპში ლოგიკური გადაწყვეტილებაა. დღეს ჩვენ გვინდა ზუსტად იმაზე ვიმსჯელოთ, როგორ უნდა დავაკომპლექტოთ ეს საბჭოები. თქვენ იმდენად რამდენად ამ სფეროს წარმომადგენლები ხართ, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი აზრი მოვისმენთ ამასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ ის ჩვენი შეხვედრები, რომელიც ის ორი შეხვედრა, რომელიც ჩვენ გვქონდა აქამდე, პლუს ის გამოხმაურება, რომელიც ჩვენს გამოკითხვაზე, კითხვარებისას დაიგზავნა, ის მონაცემები, რაც ჩვენ მოვიკვლიეთ, ასე ვთქვათ, და ასევე ის პრობლემატიკა, რაც წამოიჭრა ლიკა ბლონდის შეხვედრაზე, ეს ყველაფერი შევაჯერეთ და ჩვენს გარკვეული ტიპის პოზიცია გვაქვს. მოსაზრება გვაქვს, ვინ უნდა შედიოდეს. ვინ არაპიროვნება, არამედ ის კრიტერიუმები, რა კრიტერიუმზე დაყრდნობითაც უნდა შევარჩიოთ ადამიანები, ვინ უნდა იქნან ესე. გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად არის მისაღები, იმდენად რამდენადაც ეს ავტორიზაცია მაინც მიმდინარე პროცესია და არიან უმაღლესები, რომლებიც ელოდებიან უკვე გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება გვინდა, რომ ეფექტურად და ასევე დროულად მივიღოთ. ამიტომ მე პრინციპში მინდა, რომ დღეს ამ შედეგით გავიდეთ, რომ დღეს შევიჯერდეთ, რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ ის ადამიანები, რომლებიც თქვენ წარმოგადგენენ და თქვენს შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას. აი აქედან უნდა გამოვიდეთ. ამაზე მოყვები ლაპარაკე პრინციპში. ესეც უკვე ვიცით, უბრალოდ მოგახსენებთ, ეს სამი გადაწყვეტილება ისევე ესე რჩება, სამი ტიპის გადაწყვეტილება, რომელზეც ავტორიზაციის საბჭო იგებს პასუხისმგებლობას. ანუ ის, რომ ეს გადაწყვეტილებები და მათ შორის გრადაცია არ არსებობს, ეს ხისტი ჯერ კიდევ რჩება, იმდენად რამდენადაც მე ვთვლი, რომ ეს არ შეიძლება ამ ტიპის ცვლილებები კუსტარულად მოხდეს, ეს სისტემურად უნდა მოხდეს და იმ სისტემური ცვლილების ერთ-ერთი ნაწილი იქნება ის, რომ ამასაც ამ სიკისტესაც იმას ვიტანთ, დავარბიდებთ, ასე ვთქვათ. რაც განსაზღვრავს ავტორიზაციის საბჭო, ეს აქვს უბრალოდ ისევ მიმოხილვის სახით. ეს არის უკვე როგორი სახითაც არის ცვლილება, ხო? ეს არის გადაწყვეტილების მიღების, ანუ პირველი სახე არის. რა იყო და რა ისრება? არა, რა ისრება რომ
რომ უნდა განსაკუთრებით რა იცვლება. ამ ეტაპისთვის საუბარია რა განში წლები განხორციელდა სამი საბჭო არსებობს უბრალოდ მიმოხილვისაკით ეს საბჭოები რა განსაკუთრებით იძლევა. ამ ეტაპზე ეს არის ამბიუს არსებობს და შესაბამისად ეს ფუნქციები გაიწევს. აჰა, გასაგები რაც არის. ეს არის ის ჩარჩოები, რა ჩარჩოებში ჯერ კიდევ უწევს მუშაობა, ამიტომაც არის რომ ესენი გავითვალისწინოთ იმ დისკუსიის დროს, რა დისკუსიაც ახლა დღეს არის მართლა. ეხლა გვინდა დავსაუბროთ დღეს უკვე საბჭოს წევრთა რაოდენობა და საბჭოს წევრთა შემადგენლობა, დაკომპლექტების წესი რომ შევიმუშაოთ დღეს. ამაზე გვინდა დღეს ვისაუბროთ. ჩვენი მოსაზრება იყო შემდეგი, რამე ლაპარაკია იმაზე, რომ იყოს სამი სხვადასხვა საბჭო. შეგვიძლია შევჯერდეთ იმაზე, რომ 7 წევრი, რომელიც წარმოდგენილი იქნება მხოლოდ რომელშიც წარმოდგენილი იქნება მხოლოდ უმაღლესი განათლების წარმომადგენლები შეიძლება იყოს საკმარისი, თუმცა შეიძლება არსებობდეს არგუმენტი იმისთვის, რომ უნდა იყოს უფრო დიდი და შეიძლება იყოს 9-კაციანი. თუმცა მე თქვენ ვერ გეტყვით, რომელი არის უკეთესი და რა არგუმენტით შეიძლება იყოს ეს 7-იანი ან 9-იანი. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ჩვენ ამაზე ვიმსჯელოთ. მე უბრალოდ ეხლა გეტყვით კიდევ რა არის სამსჯელო და მე დავყოთ რა ძირითად კომპონენტებზე უნდა ვიმსჯელოთ დღეს. ჩვენი მიზანი ეხლა რა არის? გვინდა რომ უზრუნველყოთ უმაღლესი განათლების სფეროში მოღვაწე პროფესიონალების ჩართვა და ასევე წარმომადგენლობითობის უზრუნველყოფა. ანუ სექტორის დივერსიფიცირება ასახულ უნდა იქნას საბჭოში. ამაზე ყოველ შემთხვევაში ლაპარაკი ის როდესაც არის რომ საბჭო არ ასახავს იმ რეალობას და რეალობაშიც ჩვენ ვართ. ან ისინი მიკერძოებულები არიან, ან ისინი დანიშნულები არიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამის ამოსაზრებლად ესენი არის გასათვალისწინებელი. ეს არის უკვე ჩვენი შემოთავაზება. აქამდე თუ გაქვთ რამე კითხვა? ჯერჯერობით განათლების სფეროში მოღვაწე პროფესიონალების ჩართვა რას თქოს? ანუ უშუალოდ ის ჩართულები არიან თუ უშუალოდ სფეროინციციან თუ კონკრეტულად ბიზნესს. მე გეტყვით რომ ორივე. ამიტომ არ უნდა შემოვიფარგლოთ უკაცრავად. ანუ არ უნდა შემოვიფარგლოთ ან ერთით ან მეორეთი. არგუმენტი ხშირად არის რომ მაგალითად მოქმედი აკადემიის წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ ხოლმე ამაში ჩართული. და მე გეტყოდით რომ პრინციპში ჩემთვის ეს მიუღებელი არის და არგუმენტით შემიძლია მოგიყვანოთ ამასთან დაკავშირებით ის რომ უნივერსიტეტის წარმომადგენელი არ იყოს საბჭოში ჩართული ეს მიუკერძოებლობას არ გააქარწყლებს. ხო, ესეც არის თუკი მეორე არგუმენტი ამისი მაშინ ვინ შეიძლება ვინ შეიძლება მაშინ იყოს ჩართული თუკი ისინი არ იქნებიან და მაშინ შეიძლება ცოტა აბსურდამდეც მივიდეთ თუკი იქნება იმაზე ლაპარაკი რომ ის ჩვენი კონკურენტები არიან და ასე შემდეგ ისინი წარმომადგენლები ამიტომ არ უნდა იყვნენ იმდენად რამდენადაც ისინი საკუთარ უნივერსიტეტს წარმოადგენენ საბჭოში და არა საერთო ინტერესებს ასე ვთქვათ ხო ეს არის მთავარი არგუმენტი არა და ამიტომ უფლებამოსილების ვადა როგორ გვაქვს განსაზღვრული უფლებამოსილების ვადა ჯერჯერობით იგივე არის კი 2 წლიანია მე ვიცი მაგალითად შევსებული ბრიტანეთის მაგალითი ამიტომაც საბჭოში არის მხოლოდ ყოფილი პროფესორი ყოფილი ხო ეს უკვე ჩვენთვის არ გამოდგება იმიტომ რომ ყოფილი ესეც გავითვალისწინოთ კი ბატონო დიახ ნინო გისმენთ მე მინდოდა მეთქვა ჩვენი შეფეთილება ამასთან დაკავშირებით ნამდვილად ხალხად შეიძლება ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები უბრალოდ ნამდვილად გვაჩნია რომ ეს საბჭო უნდა შედგებოდეს აკადემიის წარმომადგენლებისგან და შეიძლება ყველაზე ანუ საბჭოს დანიშნულება რა არის ხო ყველაზე კომპეტენტური და ყველაზე ვთქვათ ისეთი განცხადებები მიიღოს საიდანაც ყველაზე ნაკლები მავნებლობა შეიძლება კონდეს სისტემას ყველაზე კომპეტენტური ამ შემთხვევაში იქნება უნივერსიტეტები და აკადემია, იმიტომ რომ თავად უნივერსიტეტებმა იციან
და აკადემია მიცის რა საჭიროებები არის იმისთვის რომ განვითარდე. უბრალოდ და უკვე თავად აკადემიისთვის იქნება გასაგები რომელი სახის დარღვევები, რა პოტენციალი შეიძლება ქონდეს უნივერსიტეტს იმისთვის რომ განვითარდეს და მიიღოს გადაწყვეტილება კომპეტენტური, შეიძლება თუ არა მიენიჭოს ლიცენზია და ავტორიზაცია უნივერსიტეტს. უბრალოდ ამ შემთხვევაში მე მგონი კარგი იქნება რომ განსაზღვროთ ვინ უნივერსიტეტების წარმომადგენლები უნდა იყონ საბჭოში. ერთ-ერთი კრიტერიუმი მე მგონი რომ კარგი იქნება გავითვალისწინოთ არის რამდენად სრული პაკეტი აქვს უნივერსიტეტს თავად სერვისის სტუდენტებისთვის. ან უნივერსიტეტი უნდა იყოს ჩართული როგორც კვლევაში, ასევე სწავლებაში და უნდა იცნობდეს საჭიროებებს როგორც კვლევის, ასევე სწავლების. ამიტომ მე მგონი კარგი იქნება რომ შევარჩიოთ უნივერსიტეტები, რომლებსაც აქვს ყველა სამხური, სადოქტოროც და კვლევასაც აკეთებენ, აწარმოებენ. ან ერთ-ერთი კრიტერიუმი შერჩევის იქნება ეს. პერსონალის შემთხვევაში შეკითხვა შეიძლება. ერთი წუთი დავადიოთ ნომრად. ხო, ესე იგი რომ იყოს იმ უმაღლესი წარმომადგენელი, რომელსაც აკრედიტაციის ცენტრი რაღაც თავის ვარიანტი დარწმუნებული ვარ იქნება მოაზრებული და გასაგებია რომ ალბათ აკადემიის წარმომადგენლობის აუცილებლად უნდა იყოს აკადემიის წარმომადგენელი, მაგრამ როგორ გაქვთ მოაზრებული 7+9 წელი თუ ყველა უნდა აკადემიის წარმომადგენლები იყვნენ, იქ შეიძლება დაუშვათ დაჯგუფება. მე გულისხმობ რას გავაზუსტოთ. Ani 9-ვე უნდა იყოს სხვადასხვა აკადემიის წარმომადგენლები, თქვათ იგივე ილიას სხვა უნივერსიტეტების როგორი კრიტერიუმებითაც გინდა სამსაფეხურიანი გინდა დაუშვათ მოცულობა პროგრამების ესე შემდეგ. გასაგებია თუ მაგალითად ყველა ჩვენ უნივერსიტეტების მისიაში და ბიზნესში რომ ვიდეთ საზოგადოებასთან ასე თქვათ ანგარიშვალდებულება, მასზე ზრუნვა საზოგადოებამ როგორ უნდა გაიგოს იმის შესახებ რომ ეს ავტორიზაცია რომით აღჭურვილია ვინც ანიჭებს მე ავტორიზაციას შესაბამისად. ანუ მე ვფიქრობ რომ აქ ასეთი ვთქვათ გამოჩენილი ხალხის შემოყვანა შეიძლება ავტორიზაციის საბჭოში, რომელიც არ არიან ეგრე პირდაპირ განათლების ექსპერტები, თუმცა ჩართული შეიძლება იყვნენ ამ არა, მე ვამბობ პროფესიონალები რო იყვნენ, მე უფრო განმარტოვებული და სფეროს წარმომადგენლები, რომელშიც აკადემიაც მოიაზრება და ასევე მომიჯნავეები. რომ მხოლოდ აკადემიის და ერთი წუთი ქალტენია და მე ელენე, ჩემი აზრით დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი უნივერსიტეტების წარმომადგენლები შედიოდნენ, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების და საერთაშორისო ორმაგი პროგრამების განხორციელების ასე ვთქვათ სტაჟი. ეს არის უნივერსიტეტების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი საზღვარგარეთ ევროპასა და ამერიკაში, რამდენად გაცვლიან ისინი სტუდენტებს და რამდენად აქვს მობილობა, ხო, განხორციელებული. გარდა ამისა მიმაჩნია, რომ ჩვენ რადგანაც სამსაფეხურიანი, ასე ვთქვათ, სისტემა გვაქვს დღეს, სამივე საფეხურის წარმომადგენელი უნდა შედიოდეს. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი აზრია. სამივე საფეხურის წარმომადგენელი უნივერსიტეტის ყოველ შემთხვევაში შეიძლება ორი კონდეს, მაგრამ არ უნდა დაიჩაგროს წარმომადგენლობა. ანუ მარტო უნივერსიტეტის წარმომადგენლები არ უნდა გისმენთ ალბათ უპრიანი იქნებოდა თავიდანვე გამგესაზღვრა რიცხვი, რამდენი უნდა იყოს, ხო? 7, 9, იქნებ 11 უნდა იყოს, იქნებ 15. იქნებ იმის მიხედვით დავადგინოთ რამდენი უნდა იყოს, საჭიროების მიხედვით ვინ გვინდა რომ იყოს ჩართული. ასე ლოგიკა რო შევცვალ. პირიქით ხნა. მაშინ ამოსავალი პრინციპი 7 და 9 არის ის დავადგინოთ. არ გიქნებ მიმართულებით. ვინ უნდა იყოს ჩართული? მაშინ კარგი კითხვა დასვა, ესე იგი ჩვენ ეხლა
ესე იგი, მოდით შევჯერდებით იმაზე, შეიძლება რა აუცილებლად უნდა გავუყუროთ ის რომ ყველა დარგი და ყველა შეიძლება იყოს წარმომადგენელი მე დავასრულებ, ესე იგი ჩვენ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ საუბრობთ წარმომადგენლებში საბჭოში უნდა იყვნენ დარგის წარმომადგენლები. რაც გულისხმობს იმას, რომ არა მხოლოდ უნივერსიტეტი, არამედ ისინი ვინც მომიჯნავე ის ვინც ყავს, ანუ რა გარემოში არის ის. შეიძლება აქ მოვიაზროთ, ესე იგი, განათლების ექსპერტები, რომლებიც ექსპერტებად ჩამოყალიბდნენ უკვე ჩვენთან, შეიძლება ამაში მოიაზრებოდეს ისეთი ინსტიტუტების წარმომადგენლები, როგორებიც არის მაგალითად საჯარო ბიბლიოთეკა, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ბმა აქვს ემასთან. შეიძლება ჩვენ ასევე გვყავდეს წარმომადგენელი, რომელიც უფრო კვლევით კომპონენტზე იქნება მიმართული, მაგალითად ფონდის წარმომადგენელი. გესმით? აი ასეთი ტიპის ის დივერსიფიცირება მოხდეს, სადაც წარმომადგენლობითობა იქნება არა მხოლოდ უნივერსიტეტების წარმომადგენლობითობა, არამედ თვითონ დარგის და სპეციალობის ან პროფესიონალთა, ასე რომ დავარქვათ, ხო? ეს რა ვთქვათ? დიახ, ერთი წუთი მაშინ იყო ისმენ. მე ვფიქრობ, რომ ამბობთ ერთი უნდა იყოს ცენტრის წარმომადგენელი, თუ რომ ყველაზე კარგად ცენტრის თანამშრომელმა იცის მუშაობა. და მე ვფიქრობ, რომ ერთი წელი არაფერს არ გააჩნიებს ამის საბჭოში, ეს არ იქნება რაღაცა ტენდენცია, რომ ცენტრმა ასე გადაწყვეტა, ერთი სამაგერო წარმოება იქნება წარმართული, გამართული იქნება, ანუ თქვენ უკეთესად იცით, ანუ ჩვენ მოხდ მიკერძოთ, ხარეთ ვისმენთ. ამასთან დაკავშირებით მინდა ერთი გარემოება გავახსენოთ საზოგადოებას, რომ პირველი ასე ვთქვათ ცდელობა, რომელიც ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაციაში ვცადეთ, გემახსოვრებათ მოვიდა დასკვნა, სადაც წევრის ასე ვთქვათ სამინისტროს და სამინისტროების წარმომადგენლების არსებობამ საბჭოში დაბლოკა სწორედ ის დადებითი გადაწყვეტილება, რის გამოც საბჭო ჩაითვალა არა, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელ ორგანოდ. ამ მიკროძებმა. ამიტომ მე ნამდვილად ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვაცხადებ, რომ გამორიცხულია საბჭო ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, როდესაც თვითონ აკრედიტაციის და ავტორიზაციის პროცესს ცენტრი მართავს, პარალელურ რეჟიმში საბჭოშიც იყოს, ასე ვთქვათ, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, ეს ნამდვილად ხელს შეუშლის ცენტრის მომავალში ევროპის, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში გაწევრიანებას. ერთ-ერთი კრიტერიუმი მინდა იცოდეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ხელისშემშლელი კრიტერიუმი. ამიტომ ჩვენ არ უნდა დავეთანხმოთ აი ამას, რომ სამინისტროს, ცენტრის, ან თუნდაც სხვა სამინისტროების წარმომადგენლები შევიდნენ საბჭოს შემადგენლობაში, რადგან ეს უკვე გამბილია და ვთქვასო მეგობრებო, ეს გავიარეთ 2009 წლის ივნისში მოვიდა უარყოფითი დასკვნა, ემთხვადა, რომ ეს ჩაითვალა როგორც დამოუკიდებელ ორგანოდ. ამიტომ მე უფრო მნიშვნელოვანი ჩვენ საერთაშორისო იმას, ოჯახს მივეკუთვნებით თუ არა, ალბათ მნიშვნელოვანი არის ის, რომ პრინციპი იმის, თუ რატომ არსებობს საბჭო, არის ის, რომ ის უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა წარმოადგენდეს სფეროს და არ უნდა წარმოადგენდეს არც ცენტრს ან რომელიმე უნივერსიტეტს. ეს არის, ასე ვთქვათ, ნდობით აღჭურვილი პირი, ან ორგანო, რომელსაც თავის მანდატს გადასცემს ყველა უნივერსიტეტი, ამაზეა საუბარი. აქედან გამომდინარე, ნდობა მათ მიმართ უნდა იყოს მაღალი. აქედან გამომდინარე, ისინი უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი პასუხისმგებლობით ადამიანები. უნდა ესმოდეთ, რომ მათზე რამხელა რა დავალება არის და იქნებიან აქედან გამომდინარე მიუკერძოებლები. მე თქვენ გეტყვით, რომ თუ კი შევარჩევთ ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, როგორც თავისი საქმის, ასევე თავისი პროფესიის მიმართ, მაშინ ინტერესთა კონფლიქტი დიდწილად შეიძლება იქნას გამოხშირული, ასე ვთქვათ, ვიდრე სხვა შემთხვევაში. რომ რაღაც ბერკეტები შევქმნათ იმისთვის, რომ ვიღაცა ვიღაცას არ დაელაპარაკოს, ვიღაცა ვიღაცის წარმომადგენელი არ იყოს და ასე შემდეგ. თქვენ გქონდეთ და მე
ამიტომ დავასრულებ, რომ ცენტრის მონაწილეობა თვითონ საბჭოში პრინციპში გამორიცხული არის. პრინციპს ეწინააღმდეგება. ჩვენ იქლა უნდა განვასწავლოთ ყველა ერთად ავტორიზაციის საბჭო, აკრედიტაციის საბჭოსთან. დარგის წარმომადგენლები აუცილებლად უნდა იყოს ჩემი აზრით დაკავშირებული აკრედიტაციის საბჭო. სრულიად მიუღებელია, სრულიად წარმოუდგენელია ჩემი აზრით გასაკვირველია, რომ ასეთმა ადამიანებმა ავტორიზაციის ბედი გადაწყვიტონ. ავტორიზაციის ბედს უნდა წვითარდეს მხოლოდ პროფესიონალები. აქ გნებავთ სკეპტიკურად შეხედეთ ჩემთან გვამს, გნებავთ როგორც გნებავთ ისეთ მიიღეთ. მოქმედი აკადემიური პერსონალი, იმიტომ რომ ის არის აკადემიური პერსონალი, ის არის პროფესორი, ის არის დაკავებული სულ სხვა საქმით, კვლევებით გნებავთ, წარმოუდგენელია მას ჰქონდეს. ჩვენ თვითონ ყველა უნივერსიტეტში ვმუშაობთ, ხო? ძალიან კარგად ვიცით, როგორ დგება პროგრამა, როგორ ხდება ყველაფრის ჩამოყალიბება სხვადასხვა საფეხურზე. მოქმედ მეცნიერს არასოდეს ამისთვის პირდაპირ ვთქვათ, არც არია. აქ უნდა იყოს ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ავტორიზაციის არსი. ავტორიზაციის არსი თავისთავად არ უნდა იყოს გამოხატული მიმართულებით, რომ მე მსურს ამას მივცემ, ამას არა. ეს ბუნებრივია, არც ყოფილა მე უწფელად ვამბობ ამას დამსჯელი ორგანო, გასაკვირველია ადამიანური შეცდომები და გადაცდომები ყველგან არის ყოველთვის. ეს შეიძლება უნივერსიტეტშიც იყოს, საბჭოშიც იყოს და ხოდ იმის მიხედვით ვეცინი ამას მინდა გავაკეთებ, იმას მინდა მე ხა ჰუმანიტარი ვარ, ის საბუნების მეთოდო და ამით დავაკოფლებ. და ძირითადად მაინც ალბათ მე ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ მე ბუნების მეთველი ვარ, მაინც ვფიქრობ ჩემი მოსაზრება, რომ აქ ძირითადად უფრო იურისტები უნდა ისმენდაკავებული. მე რატომღაც ესეთი მოსაზრება მაქვს, რომ მათ ძალიან კარგად იციან ყველაფერი, კანონის ყველა ნიუანსი. იმას, რასაც ბუნების მეთველი იურიდიულ ენაზე ვერ წაიკითხავს და ამას უნდა წაიკითხოს, საბჭოს წევრმა ეს უნდა იცოდეს და მიუკერძოდ მაშინ იქნება. ეს ჩემი მოსაზრება, იქნება განთავსებული. ესე იგი, მე მინდა ციტატა მოვიყვანო აქ. ეს არის უმაღლესი განათლების ევროპის სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და დირექტივები, რომელიც მიღებულია ევროკავშირის, ევროსაბჭოს და იუნესკოს მიერ. მესამე ნაწილის მე-6 პუნქტი ასე არის შემოყალიბებული, მაქვს ინგლისური და თარგმანი. სააგენტოები სრულიად დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ, როგორც იმაში, რომ ჰქონდეთ ავტონომიური პასუხისმგებლობა მათ მოქმედებაზე, ასევე იმაში, რომ მათ მიერ ანგარიშებში გაცემული რეკომენდაციები არ შეიძლება განიცდიდნენ გავლენას მესამე მხრიდან, როგორიცაა უმაღლესი განათლების დაწესებულებები, სამინისტროები ან სხვა დაინტერესებული მხარეები. ევროპული სტანდარტი დავიცვა, არ შეიძლება საღიადრი რომ დავიცვათ ჯერ და მე ევროპული სტანდარტი. როგორ? ჯერ საღიადრი დავიცვათ და თან ევროპული სტანდარტი. აი ის მე ვეთანხმები ალბათ მინუს თუ ამას არ დავიცავ, არავის მე შევავთქვენ მერე თუ პროფესიულად უყურებთ ჩვენს გარემოს, მაგრამ მე რაღაც უნდა 11-საც 15-საც შეიძლება. ჩვენ გქონდათ კომენტარი. რაში არის წერია მაგის საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე. ვერ მოსთხოვ ამ ადამიანებს საკანონმდებლო ბაზის ცოდნას. მით უმეტეს უმაღლესი აკადემიური საბჭო იღებს პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით, ხო? უნდა იცოდნენ მოქმედი კანონმდებლობა, როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე პროფესიული შესახებ, ხო? ამიტომ აუცილებელია, რომ იყოს საბჭოს ერთი წევრი მაინც იურისტი, რომელმაც იცის საგანმანათლებლო კანონმდებლობა. განახად საბჭოს ჭირდება განმარტებები და თუ ვიღაცას ეჭვეპარება, რომ ცენტრი რაღაცა განმარტებებით მე გავლენას ახდენს, მაშინ ლოგიკურია, რომ ერთი წევრი მაინც იყოს იურისტი, რომელმაც იცის საკანონმდებლო ბაზა. ჩვენ ამ საბჭოს შედგენას რომ მივდგებით პირდაპირ ეჭვს. ეჭვის ქვეშ მომავალს უნდა ვაჩვენებთ, ეს არ იქნება სასარგებლო.
არანაირად არ ვაყენებ უბრალოდ ნულიც თუ იქნება ეს იქნება ის თვითონ ისეთ განარჩევას საჭირო. კეთილი. მართლა კარგი რამ გამახსენეთ, ესე იგი უნდა გავითვალისწინოთ ასევე რომ მეოთხე-მეხუთე საფეხურის პროფესიულის გადაწყვეტილება არ იქნება მისაღები. დიახ, თქვენ ხონდეთ. უმაღლესების საბჭოში კანონში ასე არის რომ მათ უნდა მიიღოს. თუ პროგრამას იმატებს, თუ პროფესიულ პროგრამას იმატებს ამასთან დაკავშირებით. უმაღლესი თუ იმატებს. დიახ. მოგესალმებით, მე წარმოვადგენ კერძო კოლეჯების ასოციაციას. დიახ. სადაც ვიმსჯელებ ამ საკითხებთან დაკავშირებით. თქვენთვისაც ცნობილია ჩვენი მოსაზრებები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ ასოციაციიდან, სადაც გაერთიანებულია 40-ზე მეტი კერძო კოლეჯი, იყო ჩვენი ერთი წარმომადგენელი, რამე თუ უმაღლესი განათლების ინსტიტუციები აუცილებლად განახორციელებენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. ჩვენ აქტიურად ვართ ჩაბმული პროფესიული განათლების ყველა მოვლენაში, თითქმის ყველა პროექტში მონაწილეობთ, ასე რომ მე მგონია, რომ მიზანშეწონილი იქნება ჩვენგან ერთი წარმომადგენლის ჩაბმული. მადლობა. კიდევ ვინ უნდა იყოს ჩართული? ანუ შევთავაზეთ რაზე. სავარაუდოდ აკადემიის წარმომადგენელი ან უმაღლესებს გულისხმობ, ხო? განიერების წარმომადგენელი ყოფილი ან ეხლანდელი. ლაპარაკობთ მხოლოდ პროფესიულ მასწავლებლებზე თუ შეგვიძლია ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე ვილაპარაკოთ, ან უნდა ვილაპარაკოთ თუ არა ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე. მოდით ესე ფორმულირება გავაკეთოთ შემდეგ ის, რომ წარმოდგენილი იყოს ან სამივე საფეხურის წარმომადგენელი, ან ისეთი უნივერსიტეტის წარმომადგენლები იყვნენ, რომელსაც სამი საფეხური აქვს. ანუ დივერსიფიცირებას მოიცავს. ცნობადი პროფესიონალები, ანუ მათ მიმართ ნდობა რომ მაღალი იქნება, ეს ანუ შერჩევის კრიტერიუმია, ალბათ უფრო. ასევე გათვალისწინებული რომ იყვნენ ისეთი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებსაც საერთაშორისო გამოცდილება აქვთ, საერთაშორისო პროგრამის განმტკიცებისით, გაცვლის პროგრამები ასევე ამასთან დაკავშირებით კონკრეტ გამოცდილება. რაზმობრივი წარმომადგენლობითობა უნდა იყოს თუ არა, ეს ალბათ საკამათოა, თუმცა ეს დავწერე. ავტორიზაციის არსი ცოტა ეს არის, ასე ვთქვათ, ზოგადი არის, ავტორიზაციის არსი შეიძლება დასწავლადიც იყოს პრინციპში, ჩვენ ვეძებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თვითონ დათში იქნებიან სპეციალისტები და იმდენად რამდენადაც ისინი მაღალი სპეციალისტები იქნებიან, მაღალი ხარისხის ცოდნის უпроსწორად მქონეები დასწავლადი არის ის, რასაც ჩვენ მას რაც უნდა გააკეთონ ავტორიზაციის ის რომ იცოდნენ სამართლებრივი ბაზა. ასევე დიახ. ანუ მარვის ავტორიზაციის არსის სურვილს რით დავადასტუროთ საერთოდ. ხო, როგორ უნდა დავადასტუროთ? ეს მართალია. დიდი უნივერსიტეტები შესაძლოა პატარა უნივერსიტეტების წარმომადგენლობა უნდა იყოს მოდის პირობი. მაშინ ყველა უნივერსიტეტი თვითონ დაასახელა იყოს 57. მაგრამ როდესაც თქვენი უნივერსიტეტიდან მოდის უბრალოდ ის ამ საზოგადოების ნდობით აღჭურვილი, ის თავის ინსტიტუციას კი არ წარმოადგენს. და შუაშია დავასრულებ რომ ეს ისეთი მაინც იყოს იურისტი და რამდენადაც იურისტი ძალიან ფარგლდება და მაშინ დავაკონკრეტოთ განათლების ან თვითონ საჯარო სამართლის კონკრეტულად ესეთ. თავისთავად დაკონკრეტდეს. და რობის წარმომადგენელი იყოს კიდევ ერთი და კერძო შეიძლება იყოს ასოციაციის წარმომადგენელი. მე შემოგთავაზებთ ერთ რამის, ეხლა ვაჩვენ ნინოს ხოდა. მე მქონდა ერთი შენიშვნა უნივერსიტეტების შემთხვევაში, თუ ვარჩევთ უნივერსიტეტებს, ალბათ კარგი იქნება გავითვალისწინოთ რაოდენობა სტუდენტების, ვისაც ისინი ემსახურებიან. მე ვთხოვთ, რომ ჯერ მოისმინოთ და დასკვნა მერე გამოიგონოთ და მერე აღშფოთდეთ. აზრია და მე მგონი კარგი იქნება რომ იყოს კრიტერიუმი, ერთ-ერთი კრიტერიუმი
მაღალი რაოდენობა სტუდენტების უნივერსიტეტებში. რადგან გასათვალისწინებელია, რომ უნივერსიტეტებმა უნდა მომსახურონ მაქსიმალურად ფართო კონტინგენტს და იცოდნენ მათი მოთხოვნები. ანუ მე ამას ჩავწერდი. დავამატებდი სტუდენტის მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სტუდენტური კავშირები და ვფიქრობ, რომ სტუდენტის მონაწილეობა სტუდენტთა კავშირის წარმომადგენელი არასამთავრობო ასოციაციები არა, უცვლობას გასაგრობს ეს იგულისხმება მე ვისაუბრეთ, მე მირჩენია რომ მე ვისაუბრეთ რომ ეს დავიდა. ანუ მე ვფიქრობ რომ კარგი იქნება თუ ჩავდავთ დავშლება მინდა ამისი. არასამთავრობო ორგანიზაციები პროფილის მიხედვით თუ არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებსაც გამოცდილება განათლებაში არა მარტო განათლებაში, უმაღლეს განათლებაში. ხო, უმაღლეს თუმცა იგივე ასოციაცია, იგივე კავშირები, ეს პროფესიული გაერთიანებები ყველა წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას. ასევე მიმაჩნია არა მე ხა უფრო ვიგულისხმე, ანუ მაგიტომ ვიკითხე პროფესიული უნდა იყოს თუ არა. ასოციაციების სხვა საკითხი არის, მაგალითად ახალგაზრდა იურისტები შეიძლება წარმოდგენილები იყვნენ აკრედიტაციის საბჭოში უფრო დარგის მიხედვით, ვიდრე ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ ამას უფრო ზოგადი სპეციფიკა აქვს. ამიტომ ამბობ, ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ მთავარი კრიტერიუმი არის განათლების სფერო. და არა დარგობრივი სფერო, განათლების სფერო. აქედან გამომდინარე, ეს ენჯერები უმაღლეს თან მიმართებაში ან პოლიტიკაზე უნდა მუშაობდნენ, რაღაც სტრატეგიაზე ან ტრენინგებზე, რამესებზე რომ მუშაობდნენ. ელენე, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ავტორიზაცია, ეს არის ინსტიტუციური მდგომარეობის, მისი მდგრადობისა და პერსპექტივის შეფასება. ამიტომ ინსტიტუციური განვითარების, ანუ ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტი რომელიც აფასებს ორგანიზაციული განვითარების ყველა ეტაპს, მის ასე ვთქვათ სისუსტეებს, ძლიერ მხარეებს, რისკებს და ასე შემდეგ, ანუ ორგანიზაციული განვითარების დიპლომი თუ არ ექნება ამ მიმართულებაში, ყოველ შემთხვევაში განვითარების კუთხით ნამუშევარი ექსპერტი მაინც უნდა იყოს, რომელიც აფასებს მისი განვითარების, ასე ვთქვათ, რისკებს და შესაძლებლობებს. ოდი დაწერე, კი. და ალბათ მნიშვნელოვანი იქნება კიდე რესურს ცენტრის წარმოადგენელი. რატო? თვითმმართველობას ვერ ადგილობრივ თვითმმართველობა რატო გვინდა? პროფესიულზე შეიძლება დაგეთანხმო ადგილობრივი სკოლაში. სკოლაზე, მაგრამ უნივერსიტეტებზე რატო? სკოლის იმაში საბჭოში იყო ჩართული თუ უმაღლესი? აქ რა იგულისხმე, აჭარა, აფხაზეთი, რა იგულისხმე, რომელი ადგილობრივი? ნებისმიერი ადგილობრივი თუნდაც უმაღლესი განათლების სექტორი გატანილია რეგიონს არ ემორჩილება უმაღლესი განათლება, ამიტომ ეს არ შეიძლება რომ სკოლები და ის რეგიონული დაფინანსება. მაგრამ როგორ გადავწყვიტოთ ხეთებიანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის უნდა ჩავკეთოთ? არა. არასწორია. ამ ძროზე არასწორია. შეიძლება ხო, სკოლებთან შეიძლება უფრო შეიძლება კიდევ. მაგრამ უმაღლესთან ალბათ შეიძლება თავი შევიკავოთ ამაზე. მე ერთ-ერთი ძალიან დიდი უნივერსიტეტის წარმომადგენელი ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ უნებრივია სახელმწიფო უნივერსიტეტი მოხდება ამ კრიტერიუმების მიხედვით, მაგრამ რა უყოთ პატარა უნივერსიტეტებს, რომლებიც მხოლოდ ეხლა იწყებენ და რატომღაც არ გამომიდეს ისე, რომ ჩვენ მათ ვკლაპავთ.
მე არ ვთვლი რომ აუცილებელია კონდეს ეს სამივე საფეხური მოწფე. მოდით ერთი ეხლა ეს რა შემოვთავაზეთ. ეს უბრალოდ წინადადება იყო ჩვენ ყველა საფეხურა. ამიტომ მე ჩემი მოსაზრება ვიცით რა აკადემიის ძალიან თანადროულად ძალიან ხაბარი იყოს პროფესიონალი ეს კონდეს არსი ავტორიზაცია. მე მესმის რასაც ამბობთ, მაგრამ შემოვთავაზებთ ერთ რამეს. ჯერ ჩვენ კიდევ brainstorming-ის რეჟიმში ვარ. ჩვენ ჯერ ჩამოვყაროთ ვარიანტები და მერე მათი სანდოობა, ვის თუ ქმედით უნარიანობა გამიხილოთ 10 წუთის შემდეგ. ხო? კი. ამიტომ ეს გავითვალისწინებთ ეხლა 10 წუთში ვიხატავთ. კიდევ ვინ უნდა იყოს? რამოდენიმე რეგულირებადი პროფესია გვაქვს და ასე ვთქვათ ფიქრობ რომ თუ უნდა იყოს იურისტი აუცილებლად უნდა იყოს რეგულირებად მედიცინის წარმომადგენელი რა. ყოველ შემთხვევაში სამედიცინო სფეროში არის რამოდენიმე ასოციაცია და შეიძლება მათი წარმომადგენელი იქ იყოს, იმიტომ რომ სამედიცინო განათლება აბსოლუტურად ასე ვთქვათ თავისებურ სპეციფიკურ მოთხოვნებს საჭიროებს. ამ წუთას გვაქვს ერთ-ერთი პროგრამებია და ამიტომ რეგულირებადი წარმომადგენელი უნდა იყოს. იგივე ხელი აიწეთ და მითხარით. მიმაჩნია რომ სამედიცინო პროფილის გახსნა ავტორიზაციის დროს მოითხოვს ინსტიტუციურად სხვაგვარი, ასე ვთქვათ, მოწყობის, სხვაგვარი ლოჯისტიკის და სხვაგვარი აღჭურვილობის ქონას, რომლის შემფასებელი და რომელზეც მსჯელობის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობის მქონე ადამიანი საბჭოში აუცილებლად უნდა იყოს. იმიტომ რომ ვარეგულირებთ სახელმწიფოში ამ სფეროს მოეთხოვება თავისი სტანდარტები, ამიტომ მისი შემფასებელი უნდა იყოს. ჩემი რეკომენდაცია იქნება რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი აუცილებლად იყოს, რომელიც იქნება არა ექიმი, მოქმედი ექიმი, არამედ ის ადამიანი, შეიძლება ის ჯანდაცვის მენეჯმენტის ასე ვთქვათ სპეციალისტი იყოს და იცოდეს რომელი ტიპის ასე ვთქვათ საგანმანათლებლო პროგრამას რა სამედიცინო რესურსი ჭირდება, იმიტომ რომ თუ არა აქვს უნივერსიტეტს, კლინიკები ჩემი აზრით მას ავტორიზაციის ექსპერტი გასაკეთებს ავტორის ქალბატონი. ექსპერტი რომილავთ მე მაგაზიარიცებ შეიძლება თემას გავაგრძელებ, სულ თავიდან, როდესაც აკრედიტაციის თემა აღაშფოთა ქვეყანაში, მქონდა ამასთან მიმართებაში ახლა სხვადასხვაობა იყო პრობლემები, გამომდინარე იმ სპეციფიკიდან, რომელსაც ეს გამოცდილებაში გვაქვს. თუნდაც ბაზებთან მიმართებაში, როდესაც ჩვენ მქონდა 24 საათიანი წვდომის რეჟიმში სავალდებულო, ანუ არსებობს თემები, რომელშიც სწორედაც რომ პროფესიონალის არქივსტროდაქში პროფესიონალის აზრია გასათვალისწინებელი. ან თქვენ უბრალოდ გაამყარებდით მინაცვლებას იგეთის. მადლობა. კეთილი, მადლობა. თქვენ და მე არა, მე ამის აუცილებლობას არ ვხედავ ერთი მომენტის გამო რა. ექსპერტთა ჯგუფი უნდა იყოს ამაში ჩახედული. ავტორიზაციის საბჭომ უნდა გააგზავნოს სათანადო ექსპერტთა ჯგუფი. აი ეს უფრო სწორი იქნება და დანარჩენი ეს ამას შემდეგ აკრედიტაციის მოთხოვნები იმართება ყველა დაწუნებული თქვენ ყველა თანახმახართ იმაში რომ ეს ხარჯი არ არის აკრედიტაციის გარიანოს მე საერთოდ ამოსმახაზი ვეყარებ იმ გამოცდილებას, 5 წლიან გამოცდილებას, რომელიც მქონდა ორი საბჭოს მუშაობისას და 5 წლიანი, ასე ვთქვათ, ყოველდღიური საქმიანობის დროს. სანამ არ შევიყვანეთ ავტორიზაციის თუ მაშინ ერთხელ აკრედიტაციის საბჭოში დარგის სპეციალისტები ვერ ხდებოდა სამედიცინო სფეროში ამ მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღება. ეს იყო ძალიან დიდი კამათის საგანი და ამიტომ რეკომენდაცია არის ერთ-ერთი რომ ჩავსვათ რეგულირებადი სფეროს წარმომადგენლები. გასაგებია. ნინა თქვენ გქონდათ კომენტარი? დიახ, მე მინდოდა მე თქვა რომ ნამდვილად არ ვთვლი რომ საბჭო უნდა იყოს რაღაც განკურნული პროფილის საბჭო. ამ შემთხვევაში ნამდვილად არც 7 და არც 9 წევრი არ გვეყოფა იმის რომ დავაკომპლექტოთ. მე მგონი კარგი იქნება რომ გვახსოვდეს რა არის საბჭოს
ძირითადი დანიშნულება მიიღოს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის არსებობის ან არ არსებობის შესახებ. კონდეს ამის ნდობა და კომპეტენცია. და არა თქვა დარგობრივი მისი ცოდნა და თქვა ეს დარგობრივი ცოდნა და არის ის რაც მოეთხოვა ექსპერტს, ხო ის წერს დასკვნა. ამიტომ ეს თავად ექსპერტთა დასკვნის კომპეტენცია არის და არის დასკვნების საბჭოს არ უარყოფს საბჭო ექსპერტს. ან ეთახმება ან უარყოფს. ან დაწყობს ან ეთახმება. და დაეთახმება უნდა გასაგროთ ინსტიტუციური მისი არავინ არ არის და ამის შეიძლება არ იყოს საჭირო. ხო, ამ პრინციპით კი. ამ პრინციპით უნდა იყოს მაშინ. მოდით შევაჯამოთ მაშინ სადაა სახელმწიფო სასურველი იქნება ალბათ რომ ამას რასაკვირველია ჩვენ მე არ გულისხმობ უკაცრავად ესე არ იყო გაგებული რომ დაუშვათ ავტორიზაციის საბჭოს ერთ-ერთი კანდიდატი არის სამედიცინო დარგის წარმომადგენელი ანუ ეს კი არ გამორიცხავს იმას რომ დარგი არ გამეჩაგებს უკაცრავად არ გამორიცხავს თუ ის სათანადოა იმასაც ისეთივე ვალდებულება აქვს წესიერი პატრიოტსა გათვითცნობიერებული იყოს ამ საკითხებში როგორც იურისტი და რა ვიცი მე ბუნებისმეტყველო ქალბატონელენი შესაძლოა თქვენ არ დაეთანხმოთ ჩემს მოსაზრებას შესაძლოა ეს აკრედიტაციის საბჭოს პრეროგატივა უფრო იყოს, მაგრამ აი რა მე ჩემმა მეგობრებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროში არის წინადადება შესული ცალკე მომზადდეს კანონპროექტი სახელოვნებო განათლების შესახებ. ეს გავა თუ არ გავა მეორე მხარე, ან შესაძლოა უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში იყოს ძალიან დიდი ნაწილი სახელოვნებო განათლების შესახებ. ამ წუთას ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ მიჩის არგუმენტის ჩამოყალიბება, თუმცა ერთი რამე მინდა გითხრათ. შესაძლებელია თუ არა განვიხილოთ აი ამ დიდი სფეროს ერთი წარმომადგენლის კანდიდატურა სამომავლოდ სახელმწიფო სფეროდან. მე მესმის ინსტიტუციურ დონეზე შესაძლოა ეს საკამათო არ იყოს, მაგრამ არის მცირეოდენი ნიუანსები, განსხვავებები რესურსებთან დაკავშირებითაც კი. იგივე ინსტრუმენტებთან დაკავშირებითაც კი. ექსპერტების დასკვნა, როცა მოდის აკრედიტაციის ავტორიზაციის საბჭოში, ავტორიზაციის საბჭო უნდა იყოს იმდენად კომპეტენტური, რომ ექსპერტის დასკვნა ან უარყოს, ან დაეთანხმოს. აქვე შეიძლება დავამატოთ, რომ მაშინ აუცილებელია თავდაცვის სფეროს წარმომადგენლის საბჭოში. და მაშინ კომუნიკაცია აკრედიტაციის საბჭოსთან უბრალოდ იმიტომ რომ საქმიანი კომუნიკაცია, მაგრამ აი ჩვენ ყველანი ჩვენი აკრედიტაციის და ავტორიზაციის პროცესში ბიჯეტი და აუდიტორია იყო და უსმენდის როგორ მიდიოდა იას ეს ავტორიზაციის პროცესი. ჩემ წინ სამხატვრო აკადემიამ გაიარა ეს მიუხედავად იმისა, რომ იქ იყო სახელოვნებოს წარმომადგენელი და სხვამაც ძალიან ადეკვატურად გაიგო აი ამ ფართების აუცილებლობა, ეს მოქანდაკეებისთვის მოკლედ აი ძალიან კარგად გაიგო საბჭო, მე იმდენად რომ საბჭოს ვარქებ. ამიტომ არ ვამბობ, მაგრამ ყველაფრის ექსპერტის მეშვეობით საქართველოს დასაბუთება და მე პასუხისმგებელი წარმომადგენელი შესაძლებელია, ანუ ჩვენ თუ ესე მივყევით ვერც 7-ში, ვერც 9-ში ნამდვილად ვერ ჩავერთვით. კარგი, მოდით ახლა არქივის სფერა. ახლა გავხურდით.
პრინციპში ის რომ ამ დარგის სპეციფიკები გათვალისწინებული უნდა იქნას, ამაზე ჩვენც ვიფიქრეთ, ცხადია. ეხლა შემოგთავაზებთ იმ სიას, რაზეც ჩვენ შიგნით ასე ვთქვათ, შევჯერდით, ამასაც წარმოგიდგენთ და ვნახოთ, ცხადია გადაფარვები ბევრი არის იმ სიასთან, რაც ჩვენ ეხლა ჩამოვყარეთ, იმდენ რამდენად ზუსტად თქვენი მოსაზრებები გავითვალისწინეთ, რასაც ბაჩო ამბობს ის იყო გამოსავალი, რომ აი ეს დარგის სპეციფიკები გავითვალისწინებინა, რომ წარმოდგენილი იყოს ხოლმე ამ სპეციალობების წარმომადგენლები არასათათბირო ხმით. თემაში სათათბირო ხმით იქნება წარმოდგენილები საბჭოში. წარმოიდგინეთ საზღვაო ავიაციის თავდაცვის სახელოვნებოს წარმომადგენლები, რომლებსაც აუცილებლად ვალდებულები იქნებიან, რომ იარონ საბჭოებზე, იქნებიან მარტივად რო ვთქვათ, მოწყენილები იქნებიან, სხვა რო არ ვხდები ვთქვათ, იმდენად რამდენადაც მათი სპეციფიკის განხილვა ყოველ საბჭოზე არ ხდება. სიხშირე არა და რის გამო შეიძლება არც გამოსხადნენ ხოლმე, ხო? აქედან გამომდინარე ვიფიქრეთ, რომ ზუსტად იმ შემთხვევებში, რა შემთხვევებშიც აი ეს ამ საკითხების განხილვა მოხდება, ზუსტად აი ამ შემთხვევებში უნდა იყვნენ წარმომადგენლები ამ დარგების სათათბირო ხმით საბჭოში. იგივე მოსაზრება გვაქვს პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით და ზუსტად როდესაც ასოციაციის წარმომადგენლები იყვნენ ჩემთან შეხვედრაზე, ეს შემოთავაზება მათაც ჰქონდათ და ჩვენი ინტერესები ზუსტად დაემთხვა, რომ სათათბირო ხმით იყვნენ ისინი წარმოდგენილები, მაშინ როდესაც პროფესიული პროგრამის დამატების საკითხის განხილვა მოხდება. ასევე იქნება მაგალითად პროფესიულის წარმომადგენელი სათათბირო ხმით სკოლების საავტორიზაციო საბჭოში ჩართული. და მე მგონი საუკეთესო გამოსავალი ეს არის, რომ დავიცვათ ზუსტად ის ოპტიმალური ასე ვთქვათ რაოდენობაც მათი. მოდით ახლა ჩვენ სიას შემოვთავაზებთ, ჩვენ რა პრინციპები გავითვალისწინეთ და ვიფიქრეთ, რომ აკადემიური პერსონალი აუცილებელია რომ წარმოდგენილი იყოს. ვიფიქრეთ, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენელი უნდა იყოს, თუმცა ვიფიქრეთ იმაზეც, რომ იმდენად რამდენადაც რექტორი თუ პრორექტორი, რომელიც წარმოდგენილი იქნება საბჭოში, შეიძლება უბრალოდ გადაწონოს გადაწყვეტილება, ან შეიძლება მან უფრო მკვეთრად გაატაროს საკუთარი უნივერსიტეტის ინტერესი, მაშინ ამ შემთხვევაში ნამდვილად შეგვიძლია ვიფიქროთ რომ იყოს იგი ყოფილი. ანუ ყოფილი რექტორი რომ მოვიწვიოთ, რომელიც ისევ საგანმანათლებლო სფეროში არის და არიან ასეთები ზუსტად. შეგვიძლია ესეც გავითვალისწინოთ. ჩვენ ასევე ვიფიქრეთ, რომ კოლექტიური ორგანიზაციის წარმომადგენელი უნდა იყოს, იმდენად რამდენადაც ლაპარაკია, რომ მაგალითად სამსაფეხურიანი უნივერსიტეტებისთვის ეს მნიშვნელოვანი იქნება. აქედან შეიძლება ზუსტად ის, რომ მაინც და მაინც ისეთი უნივერსიტეტის წარმომადგენელი უნდა იყოს, რომელსაც სამივე საფეხური აქვს, აი ეს დაბალანსდეს ამითი და მაგალითად რუსთაველის ფონდის წარმომადგენელი იყოს მაგალითად. რუსთაველის ფონდი მაშინ ალბათ უნდა იყოს, მაგრამ წუთას მართალია. ამიტომ ჩაითვლება სამინისტროს წარმომადგენლა და ხელს შეუშლის მერე აღიარებას. მოდით იმას ვიზამ, ჩავიკითხავ, კარგია ის არის კონტრარგუმენტია. ასევე უმაღლესი განათლების საკითხებში ექსპერტი, რომელიც მაგალითად უნივერსიტეტებთან, ზოგ უნივერსიტეტთან ან რამდენიმე უნივერსიტეტთან არის აფილირებული, ან უბრალოდ საერთაშორისო პროექტებშია ძალიან დიდი ხანი და უმაღლესთან არ არის ამდენად აფილირებული. აი ესეთი ტიპი შეიძლება იყოს ასევე ჩართული, რომელიც ზუსტად იმ პრინციპს დააბალანსებს, რომ ჩვენ გვინდა არა უმაღლესების წარმომადგენლები იყვნენ, არამედ თვითონ სფეროს წარმომადგენლები იყვნენ. ასევე აუცილებელია, რომ დამსაქმებლები იყვნენ წარმოდგენილები, შეიძლება ასოციაციის სახით. ამავე შეიძლება იყოს წარმოდგენილი HR გილდიის წარმომადგენელი, რომელიც აი იმ ორგანიზაციული განვითარების კომპონენტსაც უფრო ემას იზამდა და დაასრულებდა. დამსაქმებლების წარმოდგენა აქ აუცილებელია, თუმცა ისეთივე სიმძლავრით, არა როგორც პროფესიული საბჭოში უნდა იყოს, იქ შეიძლება ორ ან შეიძლება მეცე იყოს ლაპარაკი, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში ერთი წარმომადგენელი მგონი არ იქნება არაკლებული. ცხადია, როდესაც წარმომადგენელები ლაპარაკი იმდენ რამდენად გვაქვს ასოციაციები,
შეიძლება ასოციაციებს თვითონ თხოვოთ, რომ წარმოგიდგინონ კანდიდატურა და ის იყოს ჩართული და არ ეძებოთ უბრალოდ რომელიმე ორგანიზაციის. რომელ ასოციაციებს? რომელ ასოციაციებს? იქნება NGO-ბია, ჩვენ მოვიწვიოთ ხოლმე როგორც ექსპერტი, როგორც ის ყოველთვის უნდა მოვიწვიოთ მაშინ. სტუდენტთა წარმომადგენლობის გარეშე საბჭოში ეწევა სტუდენტთა წარმომადგენლობის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და საერთოდ ყველაფერს დავეთა ამას არ უნდა დავეთა ორი ძირითადი ასოციაცია და ერთი სტუდენტი დამსაქმებელთა ასოციაცია და ასევე არსებობს HR გილდია, რომელიც არის ეგრეთ წოდებული კადრების გილდია, ანუ იმ ადამიანების ასოციაცია, რომლებიც ორგანიზაციებში მუშაობენ დასაქმებაზე. ამიტომ ამ გილდიის ელენა ძალიან ძირი ბოდიში ამ გილდიის შეხვედრაზე ვიყავი ეხლა ხას და ისიც არიციან გილდიის წარმომადგენლება რომ პროფესიული კვალიფიკაციის ჩარჩო არსებობს და ეხლა იმ გილდიის წარმომადგენლები რო დაგიჯდება და პირველად გაიგებს საერთოდ რა ხდება უმამრესად მან ეს არ უნდა იცოდეს ერთი რამე მან თუ დაიცოდეს უნივერსიტეტი არის თუ არა გილდიის ხომაზე ვიყავით თქო ბატონებო და გეუბნებით რომ არ იცოდნენ მათ იცოდნენ რამე უმაღლესების შესახებ ბევრმა აკადემიურმა წარმომადგენლებაც არ იცის ამ პროცესების შესახებ მაგრამ მაშინ ვაქვს ისინი წესიერი ხალხი იქნებიან და თან შეივსებენ იმ ცოდნასაც ვინც არ იცის მოდით რა ეთია სამას უნდა უწევთ არეთი რა ვინც იცის ისინი მოძებნეთ ბევრია ჩემი ის ეს არის რეკომენდაცია ბევრი ყავთ ექსპერტი საქართველოში და მოძებნეთ ვინც იცის ის მოდით ჩავამთავრებთ ხო რა ვიცი ყველა სფეროში აი აქ რაც არის დავშალებ და ბოლო რაზეც ვიფიქრეთ ეს არის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები რომლებიც ძალიან ახლოს არიან საგანმანათლებლო სფეროსთან ბიბლიოთეკა და მუზეუმის სხვათა შორის ასევე საკმაოდ ახლოს არის εμასთან და მათი წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ საკუთრებით არა საგანმანათლებლო დიდი დუნაკოვდეთ მათ არა საგანმანათლებლო ჩვენ ვიცით საგანმანათლებლო რას ნიშნავს ბიბლიოთეკა მუზეუმები უნივერსიტეტები არა მუზეუმის მე მაგალითად ვიმაჩნია რომ ადგილი 7-8 კაცი საჯარო წარმომადგენლები რო იყოს მე მგონი თეატრს რატო არა მაშინ ძალიან კარგი ისიც ბატონო თეატრს რატო არა მუზეუმები ბიბლიოთეკები გახდა დიდი უნივერსიტეტის შემადგენელი ერთეულები თუ დიდი უნივერსიტეტის შემადგენლობაში შემოდის ის ავტომატურად ამასაც წარმოადგენს მაშინ ანუ მუზეუმები და თეატრები ბიბლიოთეკები ეს დიდი უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილებია იცით თესეუ იცით ილიას უნივერსიტეტი იცით ტექნიკური უნივერსიტეტი ყველას აქვს მუზეუმების, ბიბლიოთეკების და თეატრების ასე ვთქვათ ხო, კინოები. ანუ თუ ჩვენ დიდი უნივერსიტეტის წარმომადგენელი საბჭოში გვეყოლება, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ წარმომადგენელი მუზეუმებს და ბიბლიოთეკებს ყავთ, იმიტომ რომ მისი შემადგენელი ერთეულებია. არა ვერ დაგესახმები, მე უფრო ჩვენ უფრო ვთქვით ესეთი საკითხი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შეფასება როდესაც ხდება, ძალიან ხშირად რომ ბიბლიოთეკის და უნივერსიტეტის წარმომადგენელმა არ იცის თანამედროვე ბიბლიოთეკა როგორ ეწყობა დღეს აღარ ვართ იმ ეტაპზე აღარ ვართ ნამდვილად იმ ეტაპზე რომ ბიბლიოთეკა თუმცა ცხადია ხა რაც ჩვენ შემოგთავაზეთ ამომწურავისია არ არის და ცხადია ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ან კიდევ შევახსოთ ან ჩავანაცვლოთ როგორც გნება მე გთავაზობთ რომ ზუსტად როგორც ბრიტში ქვევიდან ზევით დავიწყეთ, მაგრამ ალბათ ჯობია ზევიდან დავიწყოთ. ხო და გამიგზავნოთ. მოდი, იქიდან წავშლი იმას, რაც აქ არის. იქიდან ელენე, დავაზუსტე რა, ერთი წუთი მე ცოტა ხანს გავჩვდები. დავაზუსტე კვლევითი ინსტიტუტები. არ არის უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილები. ანუ მარტო 14 ვიცი რომ ილიას უნივერსიტეტშია კვლევით ინსტიტუტი. თესეუზე მომეხმარეთ აღარ ვიცი რა. ბევრია აქ არის. ანუ 14 20 და 13 კიდე დააქვს ამდენი კვლევითი არა მეტი ილია ჯავახიშვილი ტექნიკური ქუთაისი ბათუმი ყველა
ცენტრები გადანაწილებული, თუ მათი წარმომადგენლები შემოდიოდნენ. შემოიყვანონ მაშინ კვლევით ინსტიტუტი იმ კონკრეტული უნივერსიტეტის წარმომადგენლები. აბა ჩამოთვალე ჩვენი ძალიან აღარ არის კვლევით ინსტიტუტი. აბა მიხარი რაჟია სამოქა მე არ მიმაჩნია ამ როგორ ცალკე კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენლის გამოყოფა არ მიმაჩნია ვიზა შეწოდება, იმიტომ რომ გახდა უნივერსიტეტის ნაწილი და ყველა სამეცნიერო ცენტრები უნივერსიტეტებში გვაქვს გადადგმული. ესე შემოთავაზება მაქვს მაშინ ერთი წუთი ანუ რა იყოს იცით მაშინ თვითონ უნივერსიტეტები დაასახელონ ოღონდ იმ კვლევით ინსტიტუტების წარმომადგენლები იყვნენ რა. ეს შეიძლება ერთ რაღაცას ვიტყვი რა. იმიტომ რომ გამოვიდა რომ ესე იგი ფონდიდან ეხლავე ფონდიდან ვერ იმიტომ რომ სიპია და ამიტომ ფონდი ვერა ფონდი ვერა ვის აქვს კოლექტიური ორგანიზაცია მათ შეიძლება დავეკითხო ერთი რამე ვიტყოთ რა. ანუ შევდახვით ესეთ რამეზე ეს თვითონ ეს იმდენად რამდენადაც რუსთაველის ფონდს აქვს ასე ვთქვათ ბაზა იმ კვლევითი ინსტიტუტების რაც საერთოდ არსებობს შეიძლება მათთან რამე შეხვედრა მოვაწყოთ და იმათმა დაასახელონ შეიკრიბონ და დაასახელონ ერთ წარმომადგენლები. ანუ თქვენ აი ამ წინადადებიდან ესე გავიგე რომ ძალიან ცივია ჩამონათვალი თუმცა არსებობს ესეთ ჩამონათვალი რომელიც არის კვლევითი ორგანიზაცია დამოუკიდებელი ანუ ვთქვათ ფიზიოლოგიის ინსტიტუტი მაგალითად ბაქტერიოლოგია და აი ეს ნაწილი უფრო მცირე ჩამონათვალია ის დაასახელოს ესე შეიძლება მაგალითად ბაქტერიოფაგი ლუგარის ცენტრი და კიდევ რაღაცა დამოუკიდებელი აი მას რომ ესე იგი საჭიროა კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენელი, იმიტომ რომ სადღაც მესამე დონე კვლევა ხორციელდება უკაცრავად. თქვენ გულისხმობთ აქ ლაპარაკის მილის მე არ ვეთანხმები რომ უმაღლესი ეს აკადემიური პერსონალი მაინდა-მაინც იყოს დიდი უნივერსიტეტებიდან წარმოდგენილი. ამაზე ვერ ვისაუბრებ, და უნდა იყოს შეიძლება. ის პროფესორი, რომელსაც თქვენ მოიყვანეთ და კიდე სხვა კონკურსს მოუგებს, იმიტომ რომ სული პროფესორია მაგალითად. ხო? როგორ კვლევაში ვერ ეკავდეს ოდის გიხდით რა. ის პროფესორი ვერ უნდა გიხდით ხოლმე. არა, აუდიტორიასაც გიხდით. ოდის გიხდით. საკუთარი არ არის დიდების. სფეროების საქმიანობის სფეროებიდან მაშინ ის უკვე შემოყვანილია ამის თვალსა. რა თქმა უნდა. კვლევა, როდესაც აკადემიური პერსონალი შემოყვანილია, შემოყვანილია. იმიტომ რომ მე ავტორიზაციაზე და აკრედიტაციაზე მე დავით დააწესა რომ აუცილებლად უნდა იყოს სრული პროფესორი და შეიძლება იყოს ასისტენტ პროფესორი და რა მე ჩვენ არ გვინდა დაშვებებზე ავაგოთ დაშვებებზე არ ავაგოთ დაშვებებზე არჩევნებში როგორ ირჩევენ პროფესორას კრიტერიუმებს გააქვთ და მივხვდებით რომ